ელექტრონული კენჭისყრის პროცესს კანონპროექტზე ფემიციდის დანაშაულის შემოღებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის შესახებ. კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია სენატის მიერ ნომრით 2528. კენჭისყრა დასრულებულია. რეგისტრირებული და კენჭისყრაში მონაწილეა 227 დეპუტატი, მომხრე 227, წინააღმდეგი არც ერთი. პალატამ კანონი დაამტკიცა. იტალიის პარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში ფემიციდი ოფიციალურად შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში და ამ დანაშაულისთვის სასჯელად უვადო პატიმრობა განისაზღვრა. კანონი დაამტკიცა იტალიის პარლამენტმა იმ დღეს, როდესაც მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ინიციატივა მხარდაჭერილია პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის კონსერვატიული მთავრობის მიერ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი ფემიციდის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკა ერთიანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ცხელი ხაზი. გაორმაგდა დაფინანსება ძალადობის მსხვერპლთა ცენტრებისა და თავშესაფრებისთვის. ეს რეალური ნაბიჯებია. თუმცა აქ არ გავჩერდებით. ყოველდღე კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ თითოეული ქალის თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად. ეს გადაწყვეტილება ბოლო წლებში ქალების მიმართ გახშირებული ძალადობისა და მკვლელობების საპასუხო ნაბიჯია. ახალი კანონი ასევე ამკაცრებს სასჯელს გენდერული ნიშნით ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის, მათ შორის დევნის, ფსიქოლოგიური ძალადობისა და შურიზიების შემთხვევებისთვის. საზოგადოებრივი პროტესტისა და დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა 2023 წელს უნივერსიტეტის სტუდენტის ჯულია ჩეკეტინის მკვლელობა, რომელიც იტალიაში ქალთა უსაფრთხოებაზე მსჯელობის მიზეზი გახდა. მიუხედავად ოპოზიციის მხარდაჭერისა, მემარცხენე პარტიები აცხადებენ, რომ მთავრობის ნაბიჯები მხოლოდ სამართლებრივ მხარეს ეხება და პრობლემის უმეტესი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია. ოფიციალური მონაცემებით 2024 წელს იტალიაში ფემიციდის 106 შემთხვევა დადასტურდა. 62 შემთხვევაში მკვლელი ყოფილი პარტნიორი იყო.